არ არსებობს პროფესიონალი. განათლებული მოქალაქის გარეშე არ არსებობს ძლიერი ქვეყანა. ვისაუბროთ მნიშვნელოვანზე, რადგან ყველაფერი განათლებით იწყება. რადიო იმედის ეთერშია საუბრები განათლებაზე. თეიკო ანჯაფარიძესთან ერთად. მოგესალმებით უკვე დღის არხზე და მოგესალმებით გადაცემით საუბრები განათლებაზე. დღეს ჩვენ ისე ვისაუბრებთ ერთიანი ეროვნული გამოცდების შესახებ, კონკრეტულად კი ისტორიის გამოცდაზე და პირდაპირ ეთერში გვერდება მანანა ჯავახიშვილი, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ისტორიის ჯგუფის ხელმძღვანელი. მოგესალმებით და დიდი მადლობა, რომ ხართ ჩვენი გადაცემის სტუმარი. მოგესალმებით, მივესალმებით ჩვენს აბიტურიენტებს და უსურვებ წარმატებებს 2025 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე. ქალბატონო მანანა, მოდით დავიწყოთ იმ მოთხოვნების შესახებ, რომელიც ისტორიის გამოცდას აქვს, კონკრეტულად რა მოთხოვნებს უყენებს ის აბიტურიენტებს? კი ბატონო, რაც შეეხება ისტორიის გამოცდას ერთიან ეროვნულ გამოცდებზე, რა თქმა უნდა, მას აქვს თავისი მოთხოვნები. პირველ რიგში ტესტი ეყრდნობა ერთიანი ეროვნული გამოცდების ტესტი ეყრდნობა სტანდარტს, რომელიც შემუშავებულია განათლების სამინისტროს მიერ და მისი მოთხოვნებში შედის როგორც თქვა შინაარსობრივი, ისე უნარული კომპონენტები. პირველ რიგში ესე იგი ჩვენ ვამოწმებთ მსოფლიოს და მათ შორის საქართველოს ისტორიის საკითხებს უძველესი დროიდან მე-20 საუკუნის ჩათვლით, ანუ საკმაოდ მოცულობითია შინაარსობრივად. და რაც მთავარია, ასევე ძალიან მნიშვნელოვანია უნარული კომპეტენციები. ეს არის პირველ რიგში ესე იგი ცოდნის გამოყენების უნარი და მისი მსჯელობის უნარი, რომელიც მოიცავს კრიტიკულ აზროვნებას, მიზეზშედეგობრივი კავშირების განსაზღვრას, მნიშვნელოვანი ისტორიული მოვლენებიდან მნიშვნელოვანი ფაქტორების გამოყოფა, შეფასება, ანალიზი, მოკლედ მაღალი, როგორც ასე თქვა, შედარებით დაბალი და საშუალო, ისე მაღალი კოგნიტური უნარების შემოწმებას გულისხმობს. აი ეს მოთხოვნებია, ასე იგი, ისტორიის გამოცდის მიმართ ერთიან ეროვნულ გამოცდებზე. მოდით მივაწოდოთ ინფორმაცია ჩვენს მსმენელებს და არა მხოლოდ მსმენელებს, მაყურებელსაც საგამოცდო ტესტის ფორმატის შესახებ. კი ბატონო. საგამოცდო ფორმატის შესახებ, საკმაოდ დაწვრილებით მოგითხრობთ, ესე იგი პირველი ასე თქვა ბლოკი, ეს არის 35 დავალება, დახურული დავალება. ეს იმას ნიშნავს, რომ აბიტურიენტმა პასუხების ფურცელზე უნდა მონიშნოს, მხოლოდ მონიშნოს სწორი პასუხი, ანუ ჯვარი უნდა დასვას პასუხების ფურცელზე, ანუ თვითონ არაფერს არ წერს, არ პროდუცირებს, არამედ ირჩევს სწორ პასუხს. ეს 35 დავალება, ესე იგი, როგორი ფორმატისაა, მოცემულია შეკითხვა, რომელსაც თან ახლავს 4 სავარაუდო პასუხი. აქედან მხოლოდ ერთი არის სწორი. და აი ეს ერთი სწორი პასუხი მან უნდა აირჩიოს და დასვას პასუხების ფურცელზე, ასე ვთქვათ, X ნიშანი. სხვა, ასე ვთქვათ, ნიშნების დასმა პრინციპში გამორიცხულია, მხოლოდ X ნიშანი უნდა დაისვას სწორ პასუხზე. ეს დავალებები, ეს 35 დავალება ამოწმებს როგორც ცოდნას, საგნის ცოდნას, ასევე მისი გამოყენების უნარს და არა მარტო, ასევე ის ზოგიერთი მათ შორის 35 დავალებიდან ამოწმებს მაგალითად მიზეზშედეგობრივ კავშირებს. აი რომ თქვათ, პასუხი უნდა გასცეს აი ასეთ შეკითხვას, რომ რომელი მსჯელობაა მართებული, ანუ მსჯელობა, მიზეზშედეგობრივი კავშირების დადგენა, ლოგიკური პასუხების გაცემა, ხშირად ეს ხდება ხოლმე თუნდაც გამორიცხვის პრინციპით და არ უნდა ჩავთვალოთ, რომ ეს 35 დავალება თქვათ, ძალიან მარტივად გასაკეთებელია, ჩაფიქრება უნდა, კარგად წაკითხვა უნდა და შემდგომ სწორედ აი ამ გააზრების შემდგომ სწორი პასუხის არჩევა. მეორე ბლოკი ეს არის უკვე პირველი 35 დავალება გავიარეთ უკვე და მე 36 დავალება, რომელიც არის ისტორიული რუკის კითხვაზე ორიენტირებული დავალება. მოცემულია რუკა და ამ რუკაზე ასევე მასთან ახლავს, რა თქმა უნდა, ლეგენდა, რუკის ლეგენდა და ახლავს 6 კითხვა,
რომელიც დახურული ხასიათისა, ისევე როგორც პირველი 35 დავალება, ანუ აქაც უნდა მონიშნოს სწორი პასუხების ფურცელზე აბიტურიენტმა უბრალოდ დასვას X ნიშანი. და ეს კითხვები ემსახურება რუკის კითხვის უნარს. ანუ ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ რუკა არის ვიზუალური, ისტორიული წყარო, ძალიან მნიშვნელოვანი წყარო, რომლის კითხვა უნდა შეძლოს აბიტურიენტმა, რომელსაც აქვს მისი ამბიცია, რომ ჩააბაროს ერთიანი ეროვნული გამოცდები. და ეს კითხვები ეხება მეტწილად, რა თქმა უნდა, რუკის კითხვას და მისი ინტერპრეტაციის უნარიც აქ ძალიან მნიშვნელოვანია. შემდეგი დავალება 37 დავალება, რომელიც ხუთგულიანი დავალებაა, ამოწმებს ძალიან მაღალ სააზროვნო უნარებს, ეს არის მიზეზშედეგობრივი კავშირები, ანუ აბიტურიენტმა უნდა უპასუხოს ისეთი ტიპის შეკითხვაზე, როგორიცაა მაგალითად, რამ განაპირობა ესა თუ ის ისტორიული მოვლენა, რა შედეგი მოყვა ამა თუ იმ ისტორიულ მოვლენას. რა არგუმენტები გვაქვს თქვათ ესე იგი აბიტურიენტი პასუხობს ხო რომ თქვათ იძლევა პასუხს რომ ეს მოვლენა ამა და ამ ფაქტორმა განაპირობა ეს უნდა იყოს კარგად დასაბუთებული არგუმენტირებული პასუხები ასევე აბიტურიენტმა კონკრეტული მოცემული ისტორიული მოვლენის ანალოგიის დასახელებაც უნდა შეძლოს ანუ მას უნდა შეძლოს ასევე დროსა და სივრცეში ოპერირება და თქვა როდესაც ის ასახელებს ანალოგიურ მოვლენას იმ მოვლენისა რომელიც უკვე მოცემულია კითხვაში ეს მის ერუდიციაზე და მის უნარზე არის აქცენტი გაკეთებული რომ მას შეუძლია სხვადასხვა მოვლენები ესე იგი ეს სხვადასხვა მოვლენები რომლებიც სხვა ეპოქაში მოხდნენ მაგრამ მათ აქვთ გარკვეული მსგავსება შეძლოს ამ ანალოგიების დაჭერა ანუ გააზრება ისტორიის და არა თორება და გარკვეული ამბების ცოდნა, მაგრამ მხოლოდ თქვა ცოდნის დონეზე არ რჩება. შეუძლია მისი შედარება სხვა მოვლენებთან, პარალელების გავლენა და ანალიზი და რაც მთავარია შეფასებაც. ჩვენ ხოლმე ამა თუ იმ ისტორიული მოვლენის მისეულ შეფასებას და ხშირად ისეთ საინტერესო პასუხებსაც ვიღებთ ხოლმე, რომ ძალიან დიდ სიამოვნებას ვიღებთ და ძალიან სასიამოვნოა, როდესაც ესეთ მოაზროვნე აბიტურიენტებს ხვდებით. ბოლო, ესე იგი ამ ჩვენი ტესტის ფორმატის ბოლოს ნაწილი არის უცნობი ისტორიული წყარო, რომელიც შეიძლება იყოს ნარატიული ხასიათის, შეიძლება იყოს დოკუმენტური ხასიათის და რომელსაც ახლავს კითხვები და 14 ქულიანია ეს არის უკვე წინა დავალება, ღია დავალება იყო 37 დავალება, ღია დავალება, ანუ აბიტურიენტი თავად წერს და პასუხობს, არაფერი შემოსახაზი იქ არ არის, ასევე არის ბოლო ჩვენი დავალება, 38 დავალება, რომელსაც თან ახლავს კითხვები და ესე იგი ეს არის ღია დავალება, რომელსაც მათ უნდა უპასუხონ ამ შეკითხვებს. Აი სულ ეს არის ჩვენი ტესტის ფორმატი, რომელიც მოიცავს ესე იგი ძალიან დიდ ეპოქას და ამავე დროს ამოწმებს იმ უნარებს, რომელიც მე უკვე თქვენ დაგისახეთ. ქალბატონო მანანა, რომ შევახსენოთ დრო, ალბათ საგამოსთო დროს გულისხმობ აბიტურიენტებს და როგორი არის თქვენი რეკომენდაცია და რჩევა ჩვენს ვისაუბრეთ, ხო, ტესტის ფორმატზე, დავალებათა ტიპზე, მიუყვნენ აბიტურიენტები რიგითობას, თუ აი დრო როგორ გადაანაწილონ და აი თქვათ აი როგორ დაგეგმონ თავიანთი მუშაობა ტესტზე. კი ბატონო, კეთილი. დრო გამოყოფილია 2 საათი და 40 წუთი, რაც სრულიად საკმარისია აბიტურიენტებისთვის. 60 ქულიანი არის ტესტი. რაც შეეხება აი რა პრინციპით უნდა დაიწყონ ტესტის შევსება, როგორც თქვენ ახსენეთ და ძალიან მნიშვნელოვანი და კარგი კითხვა არის, იმიტომ რომ მე ვურჩევდი მათ, რომ როგორც ჩვენ გვაქვს დალაგებული ტესტი, ხო, როგორც ავაწყეთ ტესტი, მიყვნენ აი იმ თანმიმდევრობით. თუმცა ეს არის ძალიან პიროვნული, ზოგს შეიძლება უნდოდეთ, თავისი, ასე ვთქვათ, ნებით, ანუ სუბოლო დავალების, ან შუალედური დავალების გაკეთება, მაგრამ ჩემი რეკომენდაცია იქნება, რომ მიყვნენ ტესტს და
დაიწყონ თავიდან, უბრალოდ არ უნდა იღელვონ, არ უნდა იჩქარონ, გადაამოწმონ თავიანთი პასუხები აუცილებლად. იმასაც დავძენდი, რომ შეიძლება თქვათ, როდესაც X ნიშანს ვწერთ დახურული დავალების დროს და არასწორად მოვნიშნეთ, ის თუ უჯრას მთლიანად გააფერადებთ და მონიშნავთ სხვა უჯრას, ის მაინც ჩაგეთვლებათ სწორ პასუხად, ანუ აღარ განიხილება სრულიად გამუქებული უჯრა. ამის თქმა მინდა, ესეც არ არის ასე თქვა ტრაგედია, მისის შეცვლა შეიძლება და აი ჩემი რეკომენდაცია არის ეს, რომ გაყვნენ იმ სტრუქტურას, რომელსაც ჩვენ მათ ვთავაზობთ. და ბოლო კითხვა და არანაკლებ მნიშვნელოვანი და აქტუალური, თუმცა ალბათ კიდევ უფრო მეტად აქტუალური იქნება უშუალოდ საგამოსდო პროცესის წინათ, მაგრამ აი ამ პასუხების ფურცელზე მუშაობის პრინციპი და აქვთ ხოლმე ხო გარკვეული კითხვის ნიშნები, თქვათ რაზე შეიძლება დააკლდეთ ქულა, რა უნდა გაითვალისწინონ, რა შემთხვევაში არ გასწორდება და ასე შემდეგ ნაშთი. კი ბატონო. პასუხების ფურცელზე პირველი რჩევა არის ის, რომ და პირველი სურვილი ჩვენი და რეკომენდაცია, რომ წერონ გარკვეულად და გარკვევით წერონ. ან ტექნიკური ხარვეზები არის ხშირად. მე მესმის, რომ დღეს ციფრული ეპოქაა და მოსწავლეები და აბიტურიენტები უკვე ძირითადად ესე იგი კომპიუტერთან მუშაობენ და ხელით წერას გადაეჩვიენ. მოდი ვთქვათ ასე. მაგრამ მაინც ეს დაჟინებით ვითხოვთ, რომ ისეთი ესე იგი კითხვადი იყოს მათი ნაწერი, რათა გამსწორებლებს არ გაუჩნდეთ პრობლემა და ხშირად არის ხოლმე ესეთი რამ, რომ ვერ არჩევენ ხელწერას უბრალოდ და შეიძლება ამის გამო ქულაც კი დააკლდეს აბიტურიენტს, იმიტომ რომ გაურჩეველია ხო მათი ნაწერი. ამიტომ პირველი რასაც ესე იგი მათ ურჩევ, აი ძალიან ნელა და ესეთი გარკვევით, მკაფიოდ დასვა, ესე იგი დაწერო. ეს ერთი. მეორე, აი მათთვის გამოყოფილი არის თითოეულ შეკითხვას აქ თავისი ველი, მოცემული კონკრეტული ველი, თქვა ერთი ხაზი, ან ორი ხაზი, ან სამი ხაზი. აი ჩაეტიონ ეს ხაზები უაზროდ არ არის გაკეთებული, ეს არის იმ პრინციპით, რომ აი ამაზე მეტი დაწერა აღარ არის საჭირო. თუ ერთი ხაზია, ესე იგი ერთი ხაზი სრულიად საკმარისია პასუხის გასაცემად. თუ ორი ხაზია, ესე იგი ორი და ასე შემდეგ. ანუ ამის თქმა მინდა, რომ არ გასცდნენ ამ ველს და ანუ ასე ვთქვათ, ჩატიონ თავისი სათქმელი ამ ველში, შეუძლიათ ნაკლები, მაგრამ არ გადაცდნენ, იმიტომ რომ შეიძლება მე ეს უკვე ქვედა დავალების პასუხად მიიჩნიოს გამსწორებელმა და პრობლემა შეიქმნას. აი ამისი თქმა მინდა ეს ტექნიკური ხარვეზები. ეხლა მეორე მხრივ, აი შინაარსობრივად ხშირად შეიძლება აბიტურიენტს არ აქვს პასუხი. და ძალიან ზოგადი პასუხებით იფარგლება, რომ იმიტომ დაახლოებით, ანუ პრინციპში, რომელიც არ არის ესე თქვათ, კონკრეტიკას არ გვაძლევს და ძალიან ზოგადი პასუხი, იმიტომ რომ დადებითი გავლენა მოახდინა მოვლენების განვითარებაზე, ან უარყოფითი გავლენა მოახდინა მოვლენების განვითარებაზე. ეს არის ძალიან ზოგადი და აქ ისინი შეფასებას ვერ მიიღებენ. და მე რო არ კონდეთ რაღაცა გარკვეული ტიპის პრეტენზიები. ამისი თქმა მინდა. და მე ბოლო იქნება ის, რომ აი აუცილებლად კარგად წაიკითხონ ინსტრუქციები. იმიტომ რომ ხშირია, რომ პირდაპირ იწყებენ დავალების გაკეთებას ისე შესრულებას, რომ არ აქვთ წაკითხული პირობა. და ეს ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ პირობა გაძლევს ინსტრუქციას, ხო, როგორ უნდა გასცე პასუხი ამა თუ იმ დავალებას. ამიტომ ესეც იქნება ჩემი ძალიან მნიშვნელოვანი რეკომენდაცია მათთვის. ძალიან დიდი მადლობა და ის დამხმარე მასალები გულისხმობ კრებულს, რომელიც გამოქვეყნებული არის ვებგვერდზე, რამდენად დაეხმარებათ მათ უშუალოდ. ძალიან დაეხმარება, იმიტომ რომ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე განთავსებულია ერთიანი ეროვნული გამოცდების კრებულები ყველა საგანში და მათ შორის ცხადია ისტორიის დისციპლინაში. და იქ მოცემულია როგორც ჩვენი მოთხოვნები, ასევე მოცემულია საგამოცდო პროგრამა, მოცემულია თითოეული დავალების აღწერა და რა თქმა უნდა ტიპური ნიმუში ჩვენი ტესტის თავისი პასუხები თურთ, რომელიც რა თქმა უნდა ძალიან დიდ დახმარებას გაუწევს ჩვენს აბიტურიენტებს. ძალიან დიდი მადლობა, წარმატებას გისურვებთ, წარმატებას ვუსურვებ 2025 წლის აბიტურიენტებს და შევახსენებთ ჩვენ მსმენელებს, რომ პირდაპირ ეთერში გვერდთვებოდა შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ისტორიის ჯგუფის ხელმძღვანელი მანანა ჯავახიშვილი. ეს იყო გადაცემა საუბრები განათლებაზე და მე ერთი კვირით გემშვიდობებით. სოდნის გარეშე